ვარ სოფია დავითაძე 6 წლის. სწავლობ მე-13 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და ტანვარჯიში. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემი თვისწავლი. პატარაობიდან ყველაფერს ვაფერადებდი და ესე ვისწავლე ხატვა. ხატვა რო ვისწავლე დავდივარდი ბაღში და მაშინ ვიყავი 4 წლის. ხატვა ვიცი ადამიანის დახატვა, კიდე ვიცი სახლების დახატვა და გემის დახატვა და ყვავილის. ყველაზე რთულია გემის დახატვა. ყველაზე ადვილია ყვავილის დახატვა. ჩემ მეგობართან ერთად ბევრ დროს გამეყედია ნახატები. ღირდა 5 ლარი, 10 ლარი და 20 ლარი. 15 წელი გავყიდე და მერე ბაბუასთან ბაბუ კედელზე რო გავაკარე, ბაბუა ყოველდღე მაძლევდა ფულებს. ერთხელ ჩემი ნახატი იყიდა რუსმა 5 ლარში. ჩემი მეზობელია და მამიკოს ახლობელი. მე როცა ფული მაქვს, ხარჯავ შოკოლადებში და ტანსაცველებში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ჩიფსი. მე უკვე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო სუპი. მე ახლა ვასწავლეთ სუპის გაკეთებას. უნდა ხახვი, სტაფილო, კარტოფილი, წყალი. მე ამ ყველაფერს მოვხარშავ და შევჭამ გემრიელად. ჩემ ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნილ მამიკოს. მეც მიყვარს აჯოგრებს რომ ჩუქნიან. ბოლოს მაჩუქეს ველოსიპედი. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone Pro. ჩემი საყვარელი ფერებია ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. ხშირად ხატავ ფანქრებით, მაგრამ მიყვარს საღებავებით ხატვა. საღებავები ახლა გამითავდა, იმიტომ რომ დედიკომ გადამიყარა. იმიტომ გადამიყარა, რომ ფერები ერთმანეთში ჩემმა მეგობრებმა და გადამიყვანეს. მე მგონი ფულს შევაგროვებ და ახალს ვიყიდ. ახლა ვაგროვებ ბებოსთან ფულს. პლასტენილს კასა მაქვს ეგ და მიგროვებენ. აქ მიხარჯავდნენ და იქეთ გადავიტანე ყველა ფული. ზოგჯერ მამიკოს ჩემი ფული ეხარჯებოდა და იქ ვინახავ. რაში ხარჯავდა და შოკოლადებში. იმიტომ რომ ჩემსავით უყვარს ტკბილეული. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა, ბიძია. ბიძიას ცოლი არ ყავს და მალე უნდა მოიყვანოს. მე ვიცი მისი საცოლი სახელი, მაგრამ ეს ჩემი და დედიკოს საიდუმლოა. მე მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. მამიკო არის უშიშარი, მაგარი, ძლიერი და მიცავს კიდე. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ფუმფულა, საყვარელი, ლამაზი და კეთილი. ყველაზე მეტად ჩემ დედიკოს უყვარს ტკბილეობა. ბებია ძალიან გემრიელად აკეთებს საჭმელებს. განსაკუთრებით სუპს და კოტლეტებს. დედიკოს გაკეთებული საჭმელებიდან მიყვარს კუბიკებად კარტოფილი შემწვარი. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიში, რომ ხილს ვაკეთებ კარგად. შემიძლია დაგანახო. ეხლა მინდა 10 წლის ვიყო, რომ მეჩქარება გასდა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი მეგობრები მყავს კლასში. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნია ბერიძე. ყველაზე ცელქია მათე. ყველაზე ჭკვიანია ნია. ყველაზე მეშვიდია მეორე ნია. მე ვარ ყველაზე მაღალი, პრანჭია, ლამაზი და მოქნილი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელი არის ირმა ჯანიაშვილი, სკოლის დირექტორია და დამრიგებელიც. ის არის საყვარელი, ლამაზი და გვეხუტება. რო გავდესტები, მინდა გამოვიდე მხატვარად. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ტანვარჯიში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, იმ ქვევით რო ბავშვებია, მაგ უზდელებს ბაყაყებად გადავაქცევდი.
საჩარო არის. იმაქ რომ მივდივარ მაგ ბავშვებს. სამგზავროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. სოფია რომ არ თქვას რამე არ ქმეოდა. მე ჩემი სახელი ძალიან მომწონს. სოფია რომ არ მერქვას, მაშინ რამე არ ქმეოდა დეა. ჩემ შვილებთან ვარქმევ მარის და საბას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა ყველაზე ვიყო ძლიერი. ბედნიერება არის რომ გემზე დავშდე. ერთხელ ვიჭიქი უკვე, მაგრამ ეს თურქეთში იყო. ევზი უნდა დამეჭირა, მაგრამ ვერ დავიჭირე. კიდე ბედნიერება არის დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.